ერთი არის რომ თან ამავდროულად რაღაცა პოდკასტი რომელიც რეალურად არც ლიტერატურისთვის იყო მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას ეს ხო სიგიჟეა რომ თქვათ რომელიმე თქვათ კომიკოსმა რაღაც იხუმრა ვიწრო წრეში თქვათ შექსპირზე წარმოვიდგინოთ ხო რაღაც ინგლისში ხედან და ვიღაცა მიხვდა უამრავი ამგვარი ვიდეო შეგვიძლია ვნახოთ ხო უამრავია შეიძლება ძალიან უხამსიც იყოს და ამ დროს BBC ერთვება ამასთან დაკავშირებით გამოდის მთელი ეს არ ვიცი სტრამერი გამოდიან რეიბორისტები იქიდან გამოდიან არ ვიცი კონსერვატორები და მე კი და აი ამას აკეთებენ რეალურად რასაც ისინი აკეთებენ რეალურად ეს მხოლოდ და მხოლოდ ესე რომ ვთქვათ თამაში კი არ არის გზნობები შეიძლება ითქვას ტერორი ერთის მხრივ და ამავდროულად ლიტერატურის გაუქმება ანუ ერთის მხრივ ადამიანის იუმორის ხო ნუ იუმორი ლიტერატურა ერთი რამეა ანუ თვითონ გაუქმება იმისა რაზეც რეალურად დგას ქართული კულტურა ანუ რეალურად ქუჩაში გადიხართ და როგორც კი აქ ქვევით რო ჩავალთ ვაჟაფშაველა ხო ქვევით იქით ჩავალთ ყაზბეგია რუსთაველის ქუჩაა და ასე შემდეგ ქართველებს უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები სამწუხაროდ არ ვიცი როგორ გითხრათ რა ვიდრე მწერლები პოლიტიკოსებზე მეტი ყავს უფრო მეტი მწერლები არიან და ანუ რეალურად ეს სფეროც კი უნდა გაუქმდეს თან ახლა აი იმ ფარისელობაზე ხო საერთოდ არ შევალ როდესაც ლაპარაკი არის იმაზე მაგალითად რომ ანუ როგორ გაბედეს რომელიმე მწერლის შეურაცხყოფა ერთის მხრივ და ამავდროულად ჩვენ გვაქვს სახელმწიფო რუსთაველის სახელმწიფო თეატრი რომელიც ყველაზე მეტად ყველაზე საზიზღრად შეურაცხყოფს თუ შეურაცხყოფა არსებობს ამ შემთხვევაში ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პოემას რუსთაველის ვეფხის ტყაოსანს რომლის დასახელებაც სხვათა შორის უნდა ითქვას ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ იცი საქართველოს განათლების მინისტრმა და მას გონია რომ ვეფხის ტყაოსანია ეს ჩვენ ვფიქრობთ რომ შესაძლებელია ნებისმიერი ნაწარმოების ნებისმიერი ინტერპრეტაციის დადგმა მაგრამ მათი გადმოსახედიდან თუ რამე შეურაცხყოფას თუნდაც რას ფიქრობს ვეფხის ტყაოსანზე ან რუსთაველზე ჩვენ შეიძლება პირობითად გავაკრიტიკოთ მაგრამ ხომ არ მოგვინდება მასე ფიზიკური ძალადობა ამის გამო აქ მომხდარიყო ესეთი რაღაც რომ ტიტუშკები მივარდნილიყვნენ იქ ხო და აბა იქ ვეფხის ტყაოსანი ედგარ არა რობერტ ტურას არ უნდა სხვას ოპოზიციონერ რომელიმე რეჟისორს როგორ აკადრეს ვეფხის ტყაოსანი იქ აუცილებლად იქნებოდა ესეთი რაღაც აი ვირეშმაკობა ეს ახოს ვირეშმაკობა რას საკეთებენ რომ ვითომ რაღაც გრძნობები აქვს რომელიც შეებღალათ ნოდარ დუმბაძეზე სოთა რუსთაველით არ შეებღალათ იგივე გრძნობები ხო ეს ხო ნიშნავს დანგრევთაც არ ებღალებათ ეს გრძნობები ნოდარ დუმბაძე შეებღალათ აი ამაზე გადის ხანსუხელეძის და მარომაკაშვილის შორის არაფერი ეგეთი მაგაზე პასუხი ის იყო რაც კარგად დაიწერა რომ თავად ნოდარ დუმბაძის გაშევებას დაიწყებდნენ ხო ის რომ დღეს რეჟიმთან წინააღმდეგობაში იყოს ეს არის მარტივი პასუხი და ეს შვილის გაშევება დაიწყეს რომელმაც არ მოიწონა ეს თავდადებული ხო ჩვენ უნდა ვთქვათ რომ აი ეს მთლიანად რასაც ჩვენ ვაკვირდებით რომ ეს არის ფაშისტული შეიძლება ითქვას სამწუხაროდ სახელმწიფოს ჩამოყალიბება ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ავტოკრატია და ასე შემდეგ ეს არის დიქტატურა ეს არის ერთის მხრივ დიქტატურა მაგრამ დიქტატურა რომელსაც აბსოლუტურად გამოცლილი აქვს და გამოშიგნულია ყველანაირი კულტურული ღირებულებისაგან და კულტურულ ღირებულებად გიცხადებენ მხოლოდ იმას რასაც თვითონ ჩათვლიან სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ 10 წელზე მეტი წლის წინ არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ბატონმა ივანიშვილმა თქვა ესეთი რაღაცა რომ აი ჩემმა შვილმა რო დაწერაო სიმღერაო აი ამაზე დიდი არც არაფერი არ დაწერილაო ხო და ჩვენ შეიძლება მივიდეთ ისეთ მდგომარეობამდე როდესაც გვეტყვიან რა არის ქართული ლიტერატურის ხელოვნების კულტურის ყველაზე მაღალი მიღწევა და მე ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა თქმა რომ გადავამოწმოთ იქნებ არ არის მაინც და მაინც საუკეთესო ეს კადიროვიშვილებით თუ ეგეც ხდება სხვაგან აი თქვენ წეგან საუბრობთ იმაზე როგორ უნდა რომ გააკონტროლოს ყველაფერი რეჟიმს მაგრამ რაც უფრო მეტია მათი მხრიდან კონტროლი სინამდვილეში მით უფრო უკონტროლო ხდება ვითარება მოქალაქეებისთვის მათ შორის ქუჩაში სადაც
ძალიან მძიმე კრიმინოგენული შეთხოვები ხდება და მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ამბობენ, კრიმინალი ყველგან არის, ეს არის შეთხოვები, რომლებიც გვაჩვენებს სისტემურ დეგრადაციას სახელმწიფოსი, რასაც ეწირებიან და რომლის პრევენციაც შესაძლებელი იქნება და მათ შორის იმ ადამიანს, რომ იარაღი არ ქონია. ეს არ არის რაღაცა ამას იცით რა არის? აი კიდევ როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ დაცლილები ვართ და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა დაცლილია კულტურისაგან და აზროვნებისაგან, ამავდროულად ამაზე არის ეს ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი არის აი ხორავას და შანჯის კუთხეში მომხდარი ეს ამბავი. აი რო გავიხსენოთ 2400 წლის წინ პლატონმა თავის სახელმწიფოში დასვა ესეთი საკითხი, რომ თქვათ მაგალითად რომელიმე შენ მეგობარს შენ ათხოვე იარაღი. მერე შენ გაიგე რომ ამ მეგობარს დაემართა რაღაცა პრობლემა, ფსიქიკური პრობლემა. გაგიჟდა, როგორც ნუ დღევანდელი არაპოლიტკორექტული ტერმინოლოგიით რო თქვათ და ამ დროს ის მოდის შენთან და გეუბნება რომ დამიბრუნე ჩემი კერძო საკუთრება. რა უნდა გააკეთო? და იქ ცალსახა პასუხია რომ არანაირად არ შეიძლება რომ იარაღი დაუბრუნო იმ ადამიანს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. ანუ ეს საკითხი, რომელიც 2400 წლის წინ გადაიჭრა ძველ საბერძნეთში, საქართველოში გადაჭრილი არ არის. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ თურმე ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა და მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი. ადამიანს, რომელიც იყო ძალიან აგრესიული თავის ოჯახის წევრების მიმართ, სხვების მიმართაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ადამიანს დაუბრუნეს იარაღი. რეალურად პასუხისმგებელი და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, ის ადამიანის პასუხისმგებელია, რომელმაც სასახლეც გამოკრა თითი. მაგრამ უბრალოდ მხოლოდ ის აგებს ახლა პასუხს და უკან ვერ შემოტრიალდება ეს საშინელი ტრაგედია. რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია ის, ვინც მას დაუბრუნა და არა გამომძიებელი, არა რომელიმე პოლიციის, არ ვიცი, განყოფილება, არამედ სახელმწიფო, რომელმაც დაუშვა რეალურად ამგვარი სიგიჟე, რომ შესაძლებელია ესეთ ადამიანებს დაუბრუნდეთ იარაღი და ამ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ დღეს ხედავთ, რომ იმის კი გვეუბნებიან ერთის რომ მადლობა თქვით, რომ ბომბები არ ცვივა, მაგრამ აი ამ დღეში ვართ 17 წლის ბავშვები ქუჩაში არიან აბსოლუტურად ყველანაირი მიზეზის გარეშე ხვდებიან მკვდრები. ოღონდ ბომბები არ ცვივა